დღეს მინდა გიამბოთ ისტორიული რიყის ტერიტორიის შესახებ, რომელიც წარმოადგენს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილს, იმიტომ რომ ეს არის მტკვრის ნაპირზე განთავსებული ადგილი, რომელიც იყო ძალიან აქტიური ტერიტორია და თავის დროზე რიყეს ერქვა ავლაბრის ჭალა, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე და სწორედ აი გვიანი შუა საუკუნეებისთვის მას თავისი აი ესეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო დაერქვა რიყე. ძალიან აქტიური ადგილი იყო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, და აი მაგალითად მანამ სანამ მტკვარი მოექცეოდა ბეტონის ჯებირებში, იქაც ანუ გეოგრაფია რიყის ტერიტორიის აბსოლუტურად განსხვავებული იყო და ალბათ დატბორვის ფაქტებიც პირველ რიგში დატბორვასთან იყო დაკავშირებული და ამან განაპირობა სწორედ მისი არქიტექტურის შეცვლა თავიდან ბოლომდე. დაახლოებით აი მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან იქ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა განსაკუთრებით აღნიშნავდი გერმანელ კოლონისტებს მოახერხეს აი ნაპირების გამაგრება. ანუ ეს ის გერმანელების მარცხენა სანაპიროზე ძირითადად გერმანელები იყვნენ და მოახერხეს ამ ნაპირების გამაგრება, აი მაქსიმალურად დიდი ტერიტორია წაგლიჯეს, ასე ვთქვათ, მტკვარს და მოხდა რიყის გაფართოება ამ ტერიტორიის. და აი სხვა ყველაფერთან ერთად, მაგალითად, რიყის ტერიტორიას უკავშირდება ერთ-ერთი პირველი ზალცმანის სასტუმრო. ზალცმანი ჩვენ ეს გვარი აუცილებლად გვეცნობა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ეს იყო ცნობილი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის მამის ფრიდრიხ ზალცმანის სასტუმრო. ფრიდრიხ ზალცმანი ეს იყო ერთ-ერთი პირველი კოლონისტი, რომელიც 1817 წელს ჩამოვიდა თბილისში. ზალცმანის სასტუმრო, ესე იგი, გარდა სასტუმროებისა, რიყის ტერიტორიაზე იყო ცნობილი ქარვასლები, მაგალითად იყო ზუბალაშვილების ქარვასლა, მელიქიშვილების, მირზოების ქარვასლა, ხოსროების, ანუ ძალიან აქტიური ადგილი იყო, ბევრი ხალხი მოძრაობდა, საკვირაო ბაზრობები იმართებოდა ეს როგორც ცნობილი ამბავია და საბოლოო ჯამში განსაკუთრებულად აი სურათებზეც კარგად ჩანს აი ამ აქტიურობას და ხალხმრავობას განაპირობებდა თბილისის ცნობილი წისქვილები, რომელიც იყო ამ ტერიტორიაზე განლაგებული. ეხლა წისქვილებს რაც შეეხება, წისქვილები შესახებ ინფორმაცია იწყება და აი ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში. შესაძლოა უფრო ადრეულ ჩანაწერებშიც არის, მაგრამ აი მე-10 საუკუნის არაბი მოგზაურის, ასე ვთქვათ, გეოგრაფის, ეს არის იბნ ჰაუქალის ესეთ ნაშრომებში არის აღწერილი ეს თბილისის წისქვილები. აი სურათზეც კარგად ჩანს, რომ ეს იყო ვერტიკალურ ბორბლიანი წისქვილი, აი დიდი ფარფლებით შეიძლება ესე დავარქვათ, რომელსაც აი ატრიალებდა იმ მტკვრის მძლავრი დინება, ეს ბორბლები თავის მხრივ ატრიალებდა წისქვილის ქვას. მაგრამ იმისათვის რომ ეს ბორბალი არ წაეყო მტკვარს, კი ბატონო, რომ არ წაეყო წყალს, დამაგრებული იყო ჯაჭვებით ნაპირებზე. და ასეთი რაოდენობა, თქვა, წისქვილების იყო ძალიან დიდი. სხვათა შორის ესეთი ვერტიკალურ ბორბლებიანი წისქვილი მე-19 საუკუნისთვის საქართველოში მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე არის დაფიქსირებული აი ამ რიყის უბანში ძირითადად. და საერთო ჯამში ეს წისქვილების ისტორია და ესეთი ეგზოტიკა რა ვიცი. კი რა, რაც კი შეიძლება ითქვას, თბილისში სრულდება უკვე მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ აიღო ეს წისქვილები და წისქვილებთან ერთად თბილისიდან ქრება წისქვილთან დაკავშირებული ტოპონიმები, რაც აი რაღაცა სამწუხარო ამბავია, მაგალითად იქვე ბარათაშვილის აღმართზე იყო ესეთი ქუჩები ჩადიოდა, ერთი იყო წისქვილის აღმართი, წისქვილის შესახვევი, რომელიც ჩადიოდა პირდაპირ მტკვართან და ამასთან იყო დაკავშირებული სამწუხაროდ არ არსებობს. რაც აი ტოპონიმების შეცვლა, აი რაღაცა ისტორიის წაშლას უწყობს ხელს, რაც აი უკიდურესად არის სამწუხარო. შემდეგ აი რამ განაპირობა საერთოდ რეკონსტრუქცია მთლიანი რიყის წისქვილებთან დაკავშირებით და საერთოდ აღება. ძალიან საინტერესო ფოტო გამოჩნდა, რო არ დამავიწყდეს, კიდევ ერთი რამ, რაც რიყესთან არის დაკავშირებული, აი აკლემების ეგრეთ წოდებული პარკინგია, შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი რაოდენობის აკლემებია განთავსებული, იმიტომ რომ გარშემო იყო ქარვასლები, ესენი ყველა აკლემებია, რასაც ხედავთ, უბრალოდ სურათი არ არის მაინც მაღალი ხარისხის და რთულია გარჩევადობა, ეს იყო ქარავნის ნაწილი, ანუ თბილისში შემოსული ქარავანი, ქარავნის ეს ცხოველები იყო განთავსებული
ერთ-ერთი ტერიტორია ეს იყო რიყის ტერიტორია, მტკვრის მარცხენა სანაპირო. ეხლა ორი სიტყვით რო ვთქვათ, სად გაქრა ეს წისქვილები და რატომ გახდა საჭირო აი ამ რიყის რეკონსტრუქცია, ამის მთავარი მიზეზი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს იყო დატბორვის საფრთხე და იმდენად ხშირი იყო, რომ გამოსავალი ალბათ. რა თქმა უნდა, ყოველ გაზაფხულზე თბილის რაღაცა თავზარი ატყდებოდა. ისეთი მძიმე გაზაფხული ჰქონდა და აი მაგალითად სხვადასხვა წყაროებში არის აღწერილი სხვადასხვა წლებში მიმდინარე წყალდიდობები. მაგალითად, აი რამდენიმე მაქვს 1879 წელს. იმდენად დიდი იყო და მასშტაბური წყალდიდობა, რომ ამ ტერიტორიაზე წყლების მხოლოდ ბუხრის თავები ჩანდა. დანარჩენი იმდენად სულად იყო დაფარული. მაგალითად 1884 წელს იყო მასშტაბური. 1884 წელს როგორი ამბავი მოხდა? გასაყიდად ჩამოტანილი ტივები გაიტაცა. 100-ზე მეტი ტივი გაიშალა მთლიანად მტკვარზე. ეს პლეხანოზე რომ ნავები დადიოდნენ, ეგ რომელი წლის იყო? აი დაკავშირება მაგ პერიოდში იქნებოდა 1888 წლის, 1893 წლის წყალდიდობა აქვს აღწერილი ერმაკოს თავის ფოტომასალაში და საერთოდ აი ძალიან რთული სიტუაცია იყო, სხვადასხვა პრევენციულ ზომებს მიმართავდა მაშინ თვითმმართველობამ, ერთ-ერთი იყო ის, რომ სარბაზანს ისროდნენ. ეს იყო გაფრთხილება რიყის მოქალაქეებისთვის, რომ თავისთვის უნდა ეშველათ, მაგრამ ეს ღონისძიება არ იყო მაინც და მაინც ეფექტიანი, იმიტომ რომ მოვარდნილ წყალს ჰქონდა კატასტროფული შედეგები და ამიტომაც აი 30-იანი წლებისთვის გადაწყდა ის, რომ აი მტკვარი უნდა მოქცეულიყო ბეტონის ჯებირებში, ანუ თავის ნებაზე მტკვარი არ უნდა ყოფილიყო და საერთოდ შეიცვალა სახე რიყემ და მტკვრის მარცხენა სანაპირომ. აი მაგალითად, როდესაც მე ვატარებ მარცხენა სანაპიროს ტურს, აი ამის ორი ალბომით დავდივარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შენობა, ძალიან საინტერესო შენობები იმ ტერიტორიის სრულად არის აღებული და ის პირვანდელი სახე აბსოლუტურად დაკარგული ამ რიყეს. ეხლა შეგვიძლია ვაჩვენოთ სურათი, ერთ-ერთი აი თვალში საცემი, რაც რიყის ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის ბარათაშვილის აღმართი, რომელსაც ადრე ერქვა და საწყისი სახელი მისი ეს არის ციციანოვის აღმართი, რომლის მშენებლობა დასრულდა 1845 წელს, საკმაოდ ძველია. და ხშირად აი მეც გამიგია, რომ ამ ციციანოვს აი აკავშირებენ თავარმართებელ პავლე ციციანოვთან, რომელიც აი კნორინგის შემდეგ იყო თავარმართებელი და რომელთანაც არის დაკავშირებული მთელი ბაგრატიონების გასახლება პეტერბურგში. ეს ის ციციანოვი არ არის, საუბარი არის მის ბიძაშვილზე, ფარსადან ციციანოვზე. ფარსადან ციციანოვის და პავლე ციციანოვის ბაბუები იყვნენ ძმები, ანუ ნათესავები კი იყვნენ, მაგრამ საუბარია ფარსადან ციციანოვზე, რომელმაც საკუთარი ხარჯებით ესე იგი ავლაბარიდან რიყემდე აი ეს კლდოვანი ფერდობი გაჭრა და გაიყვანა გზა. აი როგორი ადამიანები ყავდა და ამ ადამიანმა იმისათვის რომ ესეთი ძალიან საინტერესო ჩანაწერი გვაქვს სხვა პრესა წერდა მაშინ რომ იმისათვის რომ მუშახელი გაეხალისებინა მოყავდა დამკვრელები და მომღერლები და ესე ამხნევებდნენ და ესე სიმღერით აშენებდნენ მოკლედ ამ აღმართს. მთლიანობაში ეს ციციანოვი, ფარსადან ციციანოვი 1845 წელს გარდაიცვალა. ანუ იმ წელს როცა დასრულდა ამ აღმართის მშენებლობა და მაშინდელმა თვითმმართველობამ ამ აღმართს დაარქვა ციციანოვის აღმართი და ასე ერქვა მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე, როდესაც უკვე დაიწყო აი მუხრანის ხიდი, მაშინდელი აი დღევანდელი ბარათაშვილის ხიდამდე იყო მუხრანის ხიდი. ჩვენ გქონდა ერთხელ გადაცემა ხიდებზე, ერთ-ერთი ულამაზესი ხიდი იყო თბილისის, როდესაც ეს მუხრანის ხიდი ჩანაცვლეს ბარათაშვილის ხიდით, ხიდს ეწოდა ბარათაშვილის სახელი, აღმართსაც ბარათაშვილის და იქვე დაიდგა კიდევაც აი ბარათაშვილის ძეგლი. და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ისეთი საინტერესო სანახავია ჩემი აზრით ბარათაშვილის ციციანოვის აღმართი. ეხლა რაც შეეხება თვითონ რიყეს დღეს როგორც ვიცით, აი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. არ არსებობს ტურისტული მარშრუტი თბილისის, სადაც ჩვენ ვერ მოხვდებოდით მაგალითად რიყეს და რიყის პარკის ტერიტორიაზე და როგორ იწყება ზოგადად მოწყობა ამ რიყის პარკის. თავიდან ეს იყო 2008 წელს დაიწყო ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, რომელიც ამ ტერიტორიაზე იყო განთავსებული
დაიწყო ტერიტორიის მომზადება და ლანდშაფტის მოწყობა. გუშინ ახლა რატო ავირჩიეს რიყის თემა? გუშინ ვიყავი ლანდშაფტურ ტურზე რიყის პარკში. ეს ასეთი ცალკე ასეთი ტურები, ლანდშაფტის დიზაინერი, ქალბატონი ელისო ხარჩილავა ატარებდა ამ ტურს. ძალიან გთხოვთ, აუცილებლად დაესწარით ამ ტურს, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ თავიდან აღმოვაჩინეთ პარკი გიდები ვიყავით გაოგნებულები აღმოვაჩინეთ რიყის პარკი რომელიც თბილისის ურბანულ არქიტექტურაში არის ერთგვარი ინოვაცია და დავინახეთ როგორ მუშაობს დიზაინერი აი როგორ ხდება პარკის მოწყობა და ესე იგი როგორ ყოფილა ჩანაფიქრი რაში მდგომარეობს ასე ვთქვათ ერთგვარი ლანდშაფტური ინოვაცია იყო ის რომ პარკი ჩაფიქრებული იყო როგორც აი საქართველოს რუკის ფორმა უნდა ქონოდა და ეს ფორმა გამოჩნდებოდა აი ალაბრის აი დღევანდელი ბარათაშვილის აღმართის ჩასასვლელიდან გამოჩნდებოდა რატო ხო აი ამის თქმას ვაპირებ ხა ბაღის მთავარი შესასვლელი არის ერთი ხიდიდან ულამაზესი მშვიდობის ხიდიდან რომელთაც შევდიოდით ბაღში და მეორე შემოსასვლელი ოფიციალური ხა ბევრი შემოსასვლელი აქვს ბაღს მაგრამ ოფიციალურ შემოსასვლელებზეა საუბარი იქნებოდა სწორედ ამ ბარათაშვილის ხიდიდან სადაც იქნებოდა ზეთხედი ამ ბაღის საქართველოს რუკის და თითოეული მხარე ამ ჩვენი ქვეყნის ბილიკებით უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოყოფილი მაგრამ სამწუხაროდ პროექტი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის რევანშის პოლიტიკა, როდესაც იცვლება მთავრობები, მთავრობა წინა მთავრობის დაწყებულ პროექტებს აჩერებენ და ასე ვთქვათ უნიკალური კონცეფცია. რაც არ უნდა კარგი იყოს. რაც არ უნდა კარგი იყოს, ეს ძალიან იმიტომ რომ წინა ხელისუფლების გაკეთებული ალბათ დავანგრიოთ. ეს უფრო ოცნების რეჟიმის ხელწერაა, ხო? ჩვენი ქვეყანა, არ ვიცი, თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, უბრალოდ აი არაფერი არ გვეშველება. და აი ეს ბრწყინვალე იდეა არ იქნა განხორციელებული მიუხედავად ამისა. აი დაგეგმარების თვალსაზრისით არის უნიკალური, აი რომ დააკვირდეთ, როდესაც ხიდიდან შემოდიხართ პარკის ტერიტორიაზე, აი აქეთ-იქით არის დარგული სპეციალური ხეები, ეს არის მტირალა კედრები, ეს არის ამპელური ხეები, აი დავიმახსოვრე სახელი, რომელსაც აქვს აი ზემოდან ქვემოთ მიმართული ხეებია და ტყუილად არ არის დარგული აი ხედავთ როგორ მუშაობს დიზაინერი, იმიტომ რომ ეს ხეები იმეორებს ხიდის ფორმას. არსებული ესეთი ხიდის ფორმას და აქმნის რაღაცა უნიკალურ დიზაინს. ელზა, დარწმუნებული ვარ შენ ალბათ ამაზე ლაპარაკიც გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ მე მაინც მინდა გკითხო, მაინტერესებს შენი აზრი და დამოკიდებულება მშვიდობის შუშის ხიდთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხო, ამაზეც როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინაც და დღემდეც მიდის რაღაცა, ხო. კი ბატონო, აი მშვიდობის ხიდთან მივალთ აუცილებლად და აუცილებლად მოვყვები ამის შესახებ, ძალიან მომწონს ეს ხიდი და ისევე როგორც ჩვენს ყველა სტუმარს, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის. გარდა ამისა, ამ ბაღის თემას რომ მიუბრუნდე, ხა რა ტიპის ხეებია ამ ბაღში დარგული, ვინაიდან იმ პერიოდში ესე იგი სანერგე მეურნეობები მაინც არ იყო განვითარებული, ძირითადად ხემცენარეები ჩამოტანილია იტალიის ბაღებიდან, იტალიის სანერგეებიდან, ძალიან დიდი რესურსია ჩადებული და ძალიან ნაფიქრი ხეებია ჩამოტანილი, იმიტომ რომ იქ არის რთული კლიმატი, ისეთი მდებარეობის გამო და მაგალითად მე არც ვიცოდი, აი ესე დეტალურად ეს ბაღი არასოდეს არ დამითვალიერებია, მაგალითად ვნახეთ ძალიან საინტერესო ფორმით განლაგებული დეკორატიული მსხლის ხეები, რომელიც მსხლის ხეებია, მე არ მიმიქცევია ყურადღება. აუცილებლად სანახავი ტურია, ეს ლანდშაფტის ტური. გარდა ამისა არის ლეილანდები, აი აქედანაც ჩანს, რომ აი კელაპტრის ფორმის კედრები, არის ღვიის ნაირსახეობა, არის აი ლავანდების ნაირსახეობა, ანუ ისეთი მრავალფეროვნებაა და პლუს ძალიან საინტერესო ბილიკები, როგორც ჩვენმა დიზაინერმა გითხრა, ესე იგი ბილიკები ყოფილა საერთოდ ხერხემალი აი ამ ლანდშაფტურ არქიტექტურაში და მოკლედ ბრწყინვალე ბაღი გვაქვს, აი რაღაცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და
ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სეზონი, რომ აი ჩვენს ტურისტებს უფრო მეტი სტუმრებს ვუთხრა აი ამ ბაღის შესახებ. კი ბატონო, გადავიდეთ, რიყის დოქები გამოჩნდა, რომელიც ასევე ესეთი გადაღებული თემა არის. ანუ როგორ იყო ჩაფიქრებული ახლა კონცეფცია, ტრადიციული, ვთქვათ, თეატრალური თუ მუსიკალური სივრცეებისგან განსხვავებით, ეს უნდა ყოფილიყო თანამედროვე ალტერნატიული მაგალითად იქ ექსპერიმენტული დარბაზები, თეატრალური დარბაზები, დროებითი გამოფენებისთვის მოწყობილი სივრცეები და მიზნად ისახავდა თბილისის, როგორც აი თანამედროვე ქალაქის წარმოჩენას, ამ ქალაქის პრეზენტაციას და როგორც ვიცით, ეს პროექტიც არ განხორციელდა სამწუხაროდ და ამდენი წელია უფუნქციოდ არის. ამდენი წელია აი უფუნქციოდ არის, წარმოიდგინეთ, ახლა რამდენჯერ ვეძებთ დარბაზებს ქალაქში საერთოდ გიდების საერთაშორისო დღე გვიახლოვდება და კატასტროფული ფასები გახდა აბსოლუტურად ყველა დარბაზი. აი გუში ვფიქრობდი, რომ აი როგორ რა ბრწყინვალე იქნებოდა, რომ ქონოდა და მაქსიმუმ მეტი დარბაზები აი ესეთი ღონისძიებისთვის. გარდა ამისა, აი თან იმ ადგილას, სადაც ამდენი ტურისტი და უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქე ირება და საირმობს და ასე შემდეგ. კი, სპეციალურად იყო ეს შექმნილი სივრცე და თანაც ამ ბაღში არის სხვადასხვა მიმართულებები, მაგალითად არის სცენა, პატარა მოწყობილი სცენები საზოგადოებრივი თავშეყრისთვის, დასვენების სივრცე, სპორტული სივრცე, საბავშვო სივრცეები, ანუ რაღაცა ბრწყინვალე კონცეფცია იყო ჩაფიქრებული. რაც შეეხება ამ დოქებს, მოწვეული იყო არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი, ეს იტალიელი არქიტექტორია, პოსტმოდერნისტული არქიტექტურის მიმართულებით და მისი შექმნილია ყოველ შემთხვევაში ეს დოქები. რამაც აი კი გითხარით, რომ საბოლოო ჯამში, მივიღეთ ისეთი სახე, რომ დღეს როგორც გუშინ გავიგე, დემონტაჟიც იჯდება, რომ ამ ხელა ნაგებობა, ძალიან საინტერესო ნაგებობა, ესე უფუნქციოდ დარჩა. არ არსებობს სტუმარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, რომელიც არ გვისვამს კითხვას, რა არის ეს შენობა, რა არის განთავსებული ეს შენობა, არის საინტერესო შენობა ეხა. ვის როგორ მოსწონს ეს სხვა თემა არის. გარდა ამისა, დაუბრუნდები ხა ფუქსასი ვახსენეთ არქიტექტორი და იქვე რიყის ტერიტორიაზე შეგვიძლია ვაჩვენოთ ამ მასიმილიანო ფუქსასისვე გაკეთებული ერთ-ერთი ინოვაციური შენობა იმ პერიოდის, ეს არის იუსტიციის სახლი. საერთოდ რომ არ გვინდოდეს საუბარი, აუცილებლად ჩვენი სტუმრები ნებისმიერ შემთხვევაში ზუსტად ვიცით, რომ დაგვისვამენ შეკითხვას ამ შენობის შესახებ და ამ შენობის არქიტექტურაც არის უნიკალური, აბსოლუტურად სპეციფიური, განსხვავებული და როგორც აი ვფიქრობდი ამ იმაზე, ამ შენობის სახურავი არის განსაკუთრებით შთამბეჭდავი. ეს არის აი შენობის ჩამოვარდნილი ფოთლით არის დახურული. შეგვიძლია ვაჩვენოთ იუსტიციის სახლის შენობა, 11 ჩამოვარდნილი ფოთოლი. აი ესეთი ინტერიერი აქვს ზემოდან და თვითონ არის ესე ვთქვათ 7 ნაწილი, არა უფრო სხვა უკეთესი კადრებიც არის, რაც აი მთლიანად აი როგორ ზის ინტერიერში და 7 აქვს განყოფილება, ინტერიერი არის 7 ნაწილად განყოფილი და მთლიანი აი ტერიტორიაც დიდია, მთლიანი მანძილი არა, ფართობი სრულად არის 32000 კვადრატული მეტრი, როგორც ის არის, რა ქვია. როგორც შენობა, ისე ზოგადად იუსტიციის სახლის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და აგერ გიორგი ვაშაძე ამ ყველაფრის თავი და თავი აგერ იდევნება პოლიტიკურად ისე ამბებს მეტყოლებს, მაგრამ ეს სხვა ბლოკის თემაა ელსა უკაცრავ. თვითონ სტრუქტურაც და შენობებიც განსხვავებულია ძალიან. ისევ ჩვენ რადგან გვაჩვენებენ მშვიდობის ხიდს, დაუბრუნდეთ მაშინ ისევ ამ ხიდს და ის იუსტიციის სახლის შენობები, აი ზეთხედი განსაკუთრებით აუცილებლად ვაჩვენოთ. მშვიდობის ხიდი ეს არის 2000 წელს აგებული, აი მთავარი კარიბჭე, ასე ვთქვათ და ამ რიყის ტერიტორიის და ესეც იყო ჩაფიქრებული როგორც აი სიმბოლური კავშირი ძველსა და ახალს შორის, წარსულსა და თანამედროვეობას შორის და მე ვფიქრობ, რომ შესანიშნავი
აღსანიშნავად გაართვა ამას თავი. ერთ-ერთი ულამაზესი ხიდია, ძალიან საყვარელი ადგილი. რაღაცა მიღება ელზა. მე მგონი ყველა ქვეყანაშია ასე მგონია, მაგრამ მადლობა ღმერთს მე მგონი გადაფასდა ეხა რაღაცაც. კი, რო გაიარა ნამდვილად და მე როგორც ვიცი ამ ხიდს აქვს კიდე რაღაცა უნიკალური განათება აქვს უნიკალური, რომლის რაღაცა რიტმი და მორზეს ანბანთან არის რაღაცა მჭიდროდ დაკავშირებული. 150 მეტრია სიგრძეში და გუშინ გითხრა ჩვენმა დიზაინერმა, რომ 260 ტონა ყოფილა წონა, აი ამ იმის რა ქვია, ამ უნიკალური კონსტრუქცია. შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ მე სხვანაირს ვიზავდი. მაგრამ არქიტექტორი არ ვარ, ამიტომ დავუშვათ არქიტექტორს. ხო, კი ბატონო, ეხლა ყველას ის ვერ მოგვეწონება ეხლა ყველას, მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს. გარდა ამისა, არქიტექტორზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას, არქიტექტორი ამ ულამაზესი ხიდის ეს არის მიქელე დე ლუკი, ვიცით ეხლა ეს ადამიანი უკვე გავიცანით საქართველოში. გარდა ამ ხიდისა, ამ ადამიანს, ამ არქიტექტორს ეკუთვნის ასევე შენობა, რომელსაც დღეს ქვია სახელმწიფო ცერემონიების შენობა, ანუ ძველი პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ერთი ხელწერა ჩანს პრინციპში, ხო? ერთი ხელწერა. კი, ეს გუმბათი სხვათაშორის არის გერმანიაში გაკეთებული და იქიდან არის ჩამოტანილი, გერმანელი არქიტექტორი იღებდა მონაწილეობას. თავიდანვე გიგაბათიაშვილის დაწყებულია და შემდეგ უკვე არის გადაკეთებული ამ ლუკის მიერ და ეს შენობაც არის განსაკუთრებული, შიგნით არის ვთქვათ ისეთი სხვადასხვა შენობები, სხვადასხვა მონუმენტები, რომელიც არის განსაკუთრებით საინტერესო, აშენდა 2004-დან 2009 წელში ეს შენობაც ახლა პრაქტიკულად უფუნქციოდ არის. აი ეს ძალიან სამწუხაროა, რომ არ გაგრძელდა ეს ტრადიციაც ამ სასახლის და ჩვენ არაერთხელ ქონდა მცდელობა, ქონოდა ინფოტური გიდებს ამ შენობაში, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ შედგა. ანუ ესეთი ექსკურსიაც არ ტარდება, როგორც ამ შენობაზე ქუთაისის მიტოვებული პარლამენტის შენობაც მახსენდება. ხოლმე იმ წუთში ეს რაღაცა ამათი დამახასიათებელია, რომ არ გაგვახსენდეს არაფერი წარსულიდან თუ არ ვიცი. მე მგონია, რომ მაინც შეიცვლება სიტუაცია და რაღაცა განვითარება ამ ქალაქის ქვეყნის ზოგადად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. რაც შეეხება ამ ლუკის, ანუ მიქელე დე ლუკის, მას ეკუთვნის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შენობა ჩვენი ქალაქის. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ასევე აი ჩვენი სტუმრების ინტერესის ობიექტია. შინაგან საქმეთა ტალღოვანი ფორმა აქვს, რომელიც ასახავს ინოვაციურ მიდგომას სამთავრობო შენობების კონცეფციაში. ანუ აბსოლუტურად ახალი სიტყვა იყო მაშინ ნათქვამი და ესეც არის ამ არქიტექტორის აშენებული ძალიან საინტერესო შენობა და როგორც უკვე გითხართ, აი ერთ პერიოდში აშენებული შენობები არის ძალიან საინტერესო და თვალშისაცემი ჩვენი სტუმრებისთვის. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება ისევ დავბრუნდეთ იუსტიციის სახლის სურათები არ ჩანს ცოცხალი თავით, გამოჩნდება. ამ დროს ძალიან ისეთი ბრწყინვალე მისი ფოტოები. ისევ რომ დავბრუნდეთ რიყის პარკში, აი რიყის პარკის ერთი ქანდაკებას მინდა მივაქციო ყურადღება. რიყის პარკში 2011 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა რონალდ რეიგანის ქანდაკება. აი ეს ქანდაკება იყო. პრეზიდენტ სააკაშვილმა გახსნა, კი ბატონო და ამ ქანდაკებას ჩვენ ვეძახით ეგრეთ წოდებულ აი კონტაქტურ ქანდაკებებს. ანუ კონტაქტური ქანდაკებების პრაქტიკა ჩვენ როგორც აი პოსტსაბჭოთა ქვეყანას აი დიდად არ გქონია და ეს იყო აი ერთგვარი წინააღმდეგობა იმ საბჭოთა ტრადიციული რაღაცა მონუმენტების მიმართ, ერთგვარი წინააღმდეგობა იყო. ეხლა რას ნიშნავს კონტაქტური ქანდაკება და რით განსხვავდება აი ამ საბჭოთა მონუმენტური ქანდაკებისგან? ის ქანდაკებები ყველა არის რაღაცა კვარცხლბეკზე დამდგარი, აი ყველას რაღაცა ქვემოდან ზემოთ ვუყურებთ და რაღაცა ისეთი დომინანტია, თითქოს რაღაცა განყენებულია, ამოვარდნილია და რაღაცა შორს არის შენგან. ხოლო ეს კონტაქტური ქანდაკებები კიდე არის ადამიანის სივრცეში, ადამიანის სიმაღლის და თითქოს აი დამკვირვებელი კი არა ხარ რაღაც ისე, აი მონაწილე ხდები ამ მოვლენის. არქიტექტორი ამ ქანდაკების ეს არის მონასელიძე, ავთანდილ მონასელიძე და ავთანდილ მონასელიძეს ეკუთვნის პირველი კონტაქტური ქანდაკება თბილისში.
შეიძლება სხვაგანაც იყო. მე საერთოდ პირველ კონტაქტურ ქანდაკებად მიმაჩნია. ეს იყო აი აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფცია მაშინდელი ტრადიციისგან განსხვავებით 1991 წელს დაიდგა თბილისში. ძალიან ცოცხალია. თბილისობა და თვითონ აი ავტორის ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, რომ ჭია კოკონობას რო თამაშობდა ძველი ტრადიციებიდან არის აღებული, თქვათ ესეთი იდეა გაუჩნდა მას აი ამ ძველი ქართული ტრადიციიდან და საბოლოო ჯამში აი რას ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ, როდესაც ჩვენი სტუმრები აუცილებლად მიგხვავს აი ამ ჩვენ ქანდაკებებთან, იქ აკლია ერთი ბერიკა, აი ამ სურათს მე ჩემი ფოტო წამოვიღე, იმისათვის რომ ადამიანებმა სტუმრებმა იგრძნონ თავი ამ ქალაქის ნაწილად. აი ამ დღესასწაულის ნაწილად ის ერთი ადგილი არის სტუმრისთვის, დატოვებული სტუმრისთვის და ჩვენ აი როგორც სავალდებულო ფოტო თბილისში მოგზაურობის ამსახველი აუცილებლად ჩვენ სტუმრებს ვრთავთ ამ დღესასწაულში. და ნუ ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი ძეგლია და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც აი რიყის პარკშიც ესეთი კონტაქტური ძეგლი დაიდგა. სხვათა შორის შავთელის ქუჩაზე აი ამ ბერიკებთან ახლოს არის ქანდაკებების ქუჩას ვეძახით ჩვენ უკვე, სადაც არის დადგმული ასევე კონტაქტური ქანდაკებები, მათ შორის პიროსმანის მეზობე არის იქ და ბევრი რამ, რასაც მე რამდენადაც ვიცი, რომ აი ხა იუსტიციის სახლის ფოტოები, რომლის გაშვებაც ვერ მოხერხდა მანამდე ტექნიკური მიზეზის გამო, ახლა ხო, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ აი ეთერში გამოჩნდება, ეთერში გამოჩნდა. გამოჩნდა ეთერში, კი ბატონო. აი ამაზე გქონდა საუბარი ელსა, ხო? ამაზე გქონდა საუბარი. და ესე ხედიც არის ძალიან საინტერესო. ელსა. იდეაში ხო ცოტა